მოგესალმებით, ეთერშია დღის ნიუსრუმი, რომლის დღევანდელი წამყვანიც იქნები მე, რომა რატიანი და დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად მომდევნო დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, თუმცა ვიდრე გადავალთ სტუმართან და ვიდრე დავიწყებთ უშუალოდ გადაცემას, მოდით ვნახოთ 60 წამიანი საინფორმაციო კოლაჟი, რომელშიც მიმოხილულია ყველა აქტუალური დღის თემა, ასე რომ ამის შემდეგ დაგიბრუნებით ეთერში. Koalitsiya ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მისი დაკავება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული სამართალდაღოვათა კოდექსით არის დაკავებული. ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. პროცესზე ნიკა მელია დასწრებას არ აპირებდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუჩი წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. BBC-ს ინფორმაციით ჰამასი უარს ამბობს ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ წინადადებაზე, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა შესთავაზა. ასეთი იყო 60 წამიანი საინფორმაციო კოლაჟი, ვნახეთ დღის ბოლო სიახლეები. ახლა კი შეგვიძლია უკვე გადმოვინაცვლოთ სტუდიაში, ნიუსრუმში უშუალოდ და ჩვენი პირველი სტუმარი არის ბატონი გიორგი რუხაძე, მოგესალმებით, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, რომელთან ერთად ვისაუბრებთ საინტერესო აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე. ალბათ პირველი და ყველაზე პრინციპში სიახლე, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 15 წუთის წინ დადებული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, როგორც ხედავთ, საქართველოში იმყოფება სენატორი დეინსი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრის ყველა პოლიტიკურ მხარესთან, მათ შორის სავარაუდოდ იგულისხმება როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი პარტია და ალბათ მესამე სექტორიც. რას იტყვით აი ამ განცხადებაზე, რას უნდა მიასწავებდეს ეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები და შეიძლება მათი მხარდამჭერებიც ალბათ მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული გადატვირთვის შესაძლებლობა შეიძლება გახდეს ეს, თუმცა რას ფიქრობთ თქვენ, საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია? კეთილი, მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმები. ხო, რა თქმა უნდა, კარგია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, ვიზიტები ბრუნდება საქართველოში. თუმცა მე არ მგონია, რომ სენატორი დეინსის ვიზიტი იყოს რაღაცნაირად ალტერნატივა იგივე ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ქალბატონ ელჩთან. იმიტომ რომ სენატორი დეინსი არის სენატის წევრი, ის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი არ არის. შესაბამისად არ მგონია, რომ ეს დაახლოებით, ანუ მეორე სერია იყოს იმისი, რაც მოხდა თბილისში, როდესაც ივანიშვილმა უარი თქვა სახელმწიფო მდივანი რუბიოს გზავნილების მიღებაზე. იმიტომ რომ სინამდვილეში შეხვედრა ამერიკის ელჩს თავად კი არ სურდა. ხო, ის შეხვედრა უნდა მომხდარიყო იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ მთავრობას, რომელიც დღეს მართავს საქართველოს და ამ მთავრობის ნამდვილ მმართველთან გადაწყვიტა გზავნილების მიტანა. და იმ ნამდვილმა მმართველმა გულისხმობ ბატონ ივანიშვილს არ ისურვა ამ გზავნილების მიღება, ხა? მისი არგუმენტებიც ვახსენოთ. არგუმენტები არ მაინტერესებს, ხო, რამდენად მისაღებია ეს არგუმენტები? მივალ მაგამდე თუ გნებავთ ვისაუბროთ არგუმენტებზეც ბუნებრივია, მაგრამ ანუ უბრალოდ მე სახსნას ვცდილობ, რომ ანუ ეხლა ივანიშვილმა გზავნილი არ მოისმინა ელჩისგან და ახლა მოისმენს მაინდამაინც იმისგან, რა ქვია, სენატორისგან. ეს ამ ლოგიკას ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სენატორი დენსი არ არის საქართველოში აქტიურად დაინტერესებული სენატორი. ხო, აქამდე ჩვენ ის არ გვინახავს საქართველოში არც სენატორი შახინი ის არ არის, არც ჯო უილსონი, არც და ასე შემდეგ. ხო, კი, საგარეო კომიტეტის წევრია, მაგრამ საქართველოსთან მისი ბმა აქამდე რეალურად არ შეგვინიშნავს. შესაბამისად, წინასწარ მე გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა არის მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. მე არ მგონია, რომ ასე ვიზიტის მიზანი იყოს, რომ ელჩი ჩაანაცვლოს აქ საქართველოში და
რახან ივანიშვილი ეს არ შეხვდა, ეხლა ადგება და სენატორს შეხვდა. ერთი ფაქტიც ვახსენოთ, რა კი თქვენ თვით ის სენატორები და ის კანონმდებლები, ამერიკელები, ვისაც ჰქონდა შეხება საქართველოსთან აქამდე, მათი უმრავლესობა არა, მოდით ვთქვათ, რომ ყველა მათგანი უფრო მეტად კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ, თუნდაც შაჰინი, თუნდაც სხვები და შესაბამისად მათ ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ამიტომაც გადაწყვიტეს ნაკლებად ჩვენს მთავრობასთან კავშირში მყოფი სენატორის გამოგზავნა საქართველოში, მისი ჩამოსვლა მას უკავშირდება, რომ ესე რომ ვთქვათ, აქამდე ვინც დაპირისპირებაში არ იყო, ის ჩამოვიდა, რათა აღადგინოს დიალოგი ორ ქვეყანას შორის. შეიძლება ეს იყოს გათვლა. არ მგონია, იმიტომ რომ თან აქაც მე მგონი პრობლემა, სენატორებს არ გზავნიან. სენატორი არის თავისთავად დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც ასე ვთქვათ, ბრძანებას და დავალებას ვერავინ ვერ მისცემს. როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე შტო. ხო, მაგალითად, სახელმწიფო მდივანმა შეიძლება მისცეს მითითება ამ ბრძანება ელჩს ან მის მოადგილეს, ან ასისტენტს, რომ ჩავიდეს რომელიღაც ქვეყანაში და რაღაცა გზავნილი გააჟღეროს, მაგრამ სენატორი ესე დაავალეს ჩამოვიდა, ესე არ ხდება. ამიტომ ეს გასაგებია. ის რაც შეეხება, ხო, თუ დავიწყოთ ჩამოსვლა შეიძლება თუ არ უკავშირდებოდეს. დავასრულებ, მოდი, ხო? ეხლა რაც შეეხება აქ კიდევ ორი საკითხია, რაც მე მგონი ჰაერში დარჩა. ერთი, თავიდან მკითხეთ, რომ ივანიშვილის არგუმენტები რამდენად მისაღებია და მეორე რაც თქვით, რომ რახან ყველა დანარჩენ ამერიკულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფიგურასთან წინააღმდეგობაშია მოსული ქართული ოცნება, რაღაც ვინმე ახალი ხო არ, ასე ვთქვათ, ეგ ლოგიკა, რომ ნაკლებად ცნობილი ან ნაკლებად ჩართული ადამიანი ჩამოდის, ხო? მოდი ასე ვთქვათ, აქვია აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ქართული ოცნება ყველასთან წინააღმდეგობაში არის. ტრამპია, ტრამპთანაც წინააღმდეგობაშია, იმიტომ რომ ტრამპისთან ურთიერთობაც რაღაცა პირობითობაზე დააფუძნეს, ხო? ტრამპი თუ ვითომ დაამარცხებს რაღაც deep states, მაშინ კარგი ლიდერი იქნება, ხო? თუ ვერ დაამარცხებს, მაშინ ცუდი ლიდერი იქნება და ქართული ოცნება არაფერს არ გაუგონებს, ხო? ეს გზავნილია. შესაბამისად, ახლა მაგ ლოგიკით სენატორი დენსიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია და ტრამპის გუნდის წევრია. ასე რომ ზუსტად იგივე ლოგიკა ეხება მასაც, ხო? ასე რომ არ მგონია, რომ ეგ თლათ მასე იყოს. ახლა ივანიშვილის არგუმენტები. ყველაზე სასაცილო ამ წერილების გამოგზავნაში და შეხვედრაზე უარის თქმაში სწორედ ივანიშვილის უარია. და აუხსნი რატომ. ახლა უყურეთ რა შეასაქმე ივანიშვილი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე არ შევხვდიო ქალბატონ ელჩს, იმიტომ რომ ჩემი ფულის გამო ქვეყნის ინტერესები არ დავაზიანო. ბიჭო, თუ მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც თავად ეძახიან და თუ ამ შეხვედრაზე იყო დამოკიდებული, გამოდის, რომ მაშინ შენი ფული უფრო მნიშვნელოვანი გამოდის, ხო? იმიტომ რომ თუ ეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების, ასე ვთქვათ, რაღაც ახალი მასში გადასვლა მნიშვნელოვანია, მაშინ შენ ფულზეც უარი უნდა თქვა, შენ შინაგან რაღაცეებზეც უარი უნდა თქვა და შეიძლება საერთოდ არ გსიამოვნებდეს იმ გზავნილების მოსმენა, რომელიც ჩამოვიდა ვაშინგტონიდან, მაგრამ მაინც უნდა მიხვიდე და უნდა შეხვდე. ივანიშვილმა რეალურად თქვა, რომ მე ჩემთვისო, ჩემი ფული და ჩემი პირადი საკითხები უფრო მნიშვნელოვანიაო და ამიტომ არ შევხვდებიო, ხო? ხო და რეალურად სწორედ ამაში გვაქვს ახლა პრობლემა ჩვენ, რომ ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომლისთვის მისი ფული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ქვეყნის მომავალი თუ რაღაცა რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა. რომელიმე ქვეყანასთან კი არა, ამერიკასთან ურთიერთობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის, ვიდრე მისი ფულის ისტორია. ხო, ამიტომ აქავართ ახლა და დანარჩენი არის ყველაფერი რაღაცა ზღაპარი, ხო? ივანიშვილი კუდს საიდანაც უნდა იქიდან გამოაქვს. იმასაც კი ამბობდა, რომ ისო მზად ვიყავიო, რომ ის ფულიო, რომელიც ამერიკელებმა დამიბლოკესო, ისე დამეხარჯაო, როგორც მათ მოესურვებოდათო. ესეც თავისთავად სოფლის ჭორაობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა ვაშინგტონი ბიძინას ეუბნება, რომ ის რაღაც რამდენი არის სიტყვაზე 600 მილიონი, აქეთ ამაში დახარჯე.
ეს ხო აბსურდია, რა ქვია, რა 600 მილიონი ტრამპი ერთ რაღაცას განცხადებას მოაკეთებს, 10 ტრილიონი ორთქლდება საბირჟო იმიდან, რა ქვია, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან, რა 600 მილიონი, რა ბიძინას ფული. ეს თვითონ ბიძინას მოგონილი, აი რაღაცა სისულელეებია, რომლითაც ოცნება საკუთარ ამომრჩეველს აბოლებს, თორე სხვა არაფერი. აქ რაც არის დარჩენილი ის არის, რომ ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს, საკუთარ ფინანსურ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ქვეყნის ნაციონალურ და ფუნდამენტურ ინტერესებს, მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობასაც. დიახ, გასაგებია, ახლა კვლავ ამ თემას ვდაუბრუნდეთ, რაც ბოლო ნახევარსაათში გამოაშკარავდა სენატორ დეინსის ვიზიტი საქართველოში. მეგობარ აქტთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს აი ამ ვიზიტს? შეიძლება თუ არა რომ მეგობარი აქტი გადაიხედოს, თუ კი სენატორი დეინსის შეხვედრა ჩვენს ხელისუფლებასთან იქნება წარმატებული და ან პირიქით, თუ კი პირიქით წარუმატებელი აღმოჩნდება და სრული კოლაფსკენ წავა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ხო, ხა ჩვენ ხელისუფლებას რაც შეეხება, ჩვენ ხელისუფლება არ ყავს ლეგიტიმური. ამას სხვათა შორის ამერიკელებიც აღიარებენ, რომ ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს. და ეხლა რამდენად იქნება ეს ყველაფერი მეგობარი აქტთან კავშირში არ ვიცი. მეგობარი აქტი ჩემი აზრით უკვე ისე არის ჩაშვებული და იმდენად ორპარტიული აქტია და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რომ არ მგონია, რომ ახლა რა ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ამ აქტის მიღებას ხელი შეუშალოს. თან რა თქმა უნდა, ტექნიკურად შინაარსობრივად ამ დოკუმენტის გადახედვა შესაძლებელია, მაგრამ ეს ფაზები უკვე გაიარა დოკუმენტმა, ანუ წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო საბოლოო მდგომარეობით და სენატის საგარეო კომიტეტმა მიიღო და რა ცვლილებები როდისღა უნდა შევიდეს, ხო? ერთადერთი პლენარული სხდომა არის დარჩენილი და თეორიულად კი შესაძლებელია ცვლილებები, მაგრამ როდესაც ორი პარტია უკვე არსებულ ტექსტზე თანხმდება, არ მგონია რომ აქ რამე შეიცვალოს, ხო? ხო, მაგრამ ან კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვიცით რატო ჩამოდის სენატორი დეინსი, რა არის მისი კონკრეტული ამოცანა აქ, ასე რომ ჩვენ უბრალოდ ვარაუდობთ და არ ვიცი, ანუ შეიძლება ბუნებრივია რაღაც თვალსაზრისით მეგობარი აქტთანაც კავშირში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მეგობარი აქტი იქნება კანონი, რომელსაც მე ეგრე მარტივად ვეღარ შეცვლი. და ამ კანონის შემდეგ, როდესაც ის ძალაში შევა, უკანდასახევი გზა აღარ რჩება. უკანდასახევი გზა ვის არ რჩება? ანუ ქართული ოცნება აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის მაგალითად მადურო ვენესუელაში, ან ისა რა ქვია ლუკაშენკო ბელარუსში, ან ზუსტად იგივე მდგომარეობაში იქნება, ხო? შესაბამისად კი იმას რა ქვია ივანიშვილის რეჟიმს აღელვებს მეგობარი აქტი, მაგრამ ეხა რამდენად იქნება ეს განხილვისაგანი და რამდენად არის ბატონი დეინსი ის ფიგურა, რომელსაც შეუძლია რომ ეხა ეს აქტი გააჩეროს, აქ მე მეპარება, ხო? გასაგებია ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზეც ვისაუბროთ, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ამჟამად ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჩამოსულია ამერიკელი კანონმდებელი, რა შეიძლება რომ გააკეთდეს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან? ხო, რასაც აქამდე აკეთებდა, ანუ მასთან უნდა მიიტანოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რა და როგორ ხდება ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ დეინს ამერიკის საელჩოც გაუკეთებდა შესაბამის ბრიფინგს და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ეცოდინება რასთან აქვს საქმე, მაგრამ ოპოზიციის საქმეა, რომ ნებისმიერი ამერიკელი თუ ევროპელი კანონმდებელი დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმზე მაქსიმალურად მოახდინონ ზეწოლა იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები, ახალ არჩევნებამდე მივიდეს სახელმწიფო, რომ გამოვიდეთ აი ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან და ის დრაკონული კანონები გააუქმოს, რომლითაც საქართველო უკვე აღარ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია, ხო? ანუ ეს არის მთავარი ამოცანა ოპოზიციის და ხელისუფლების არაღიარების პროცესი უნდა გაამყაროს და ჯერჯერობით ეს ყველაფერი კარგად მიდის. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არავინ აღიარებს დემოკრატიულ სამყაროში რაღაც ორბანის გარდა. კობახიძე იყო, რავი, 6 ჯერ იყო ჩასული ბოლო 3 თვის განმავლობაში
ბუდაპეშტში და ბარემ გადასახლდეს ბუდაპეშტში და გიქნება რა ორბანი გამოუყოფს რაღაც საცხოვრებელს მით უმეტეს იმ ფაშისტების კონფერენციაზე გამოვიდა ეხლა და ვიღაცებმა ტაში დაუკრეს შესაბამისად იცხოვრებს ბუდაპეშტში და იქვე ახლოს მივახომე იმ ფაშისტების კონფერენციაზე იტყვის ორ სიტყვას და დაბრუნდება იმ თავის რაღაც სახლში. აი რა კი ევროპა ვახსენეთ ევროპასთან ურთიერთობაც მოიხილოთ ბოლო პერიოდში რაც განცხადები მოისმინეთ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსაკუთრებით პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი აი ამ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პრინციპში მათ მოუწოდა მათ მოქალაქეებს რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ესე რომ ვთქვათ, შევალამაზოთ ეს მთლიანი განცხადება, მთლიანად რო არ წავიკითხოთ, გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინონ აქ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის დროს. როგორ შეიძლება შეფასდეს მათი ეს განცხადება და თავის მხრივ ასევე შევაფასოთ შალო პაპუაშვილის პასუხი აი ამ განცხადებაზე, მან თქვა რომ უკვე ფინანსური, ესე რომ ვთქვათ, გარკვეული შეზღუდვებითაც კი გვემუქრებიანო საქართველოსო ევროპიდან და აი ამ ეს დიალოგი ორ მხარეს შორის როგორ შეიძლება რომ შეფასდეს. ხო, დავიწყოთ იქიდან, რაც დაიწყო პოლონეთის მხრიდან, როდესაც მათ გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მაღალი ალბათობა რომ უკან გაგაბრუნონ, თუ რაიმე ფორმით, როდესმე მონაწილეობდით საპროტესტო აქციაში. და იგივე გააკეთა საფრანგეთმაც და ამ შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ბევრი ქვეყანა იგივეს გააკეთებს, იმიტომ რომ ამის მიზეზები არსებობს. და ბოლო დროს ძალიან გახშირდა განსაკუთრებით დასავლური სახელმწიფოებიდან მომავალი ადამიანების საქართველოში არ შემოშვება. მაგალითი გვაქვს ბატონი ვანდერბრუკი, რომელიც საერთოდ ევროკავშირის დელეგაციის წევრი იყო და ნიდერლანდების მოქალაქეა, ჩემი ინფორმაციით, ის არ შემოუშვეს. ბრიტანელი ჟურნალისტი არ შემოუშვეს ამ ბოლო დროს და ასეთი არის ათობით შემთხვევა ბოლო 3 თვის განმავლობაში. და ეს სპეციფიკურად მიმართულია დასავლური და დემოკრატიული ქვეყნების მიმართ. ანუ რაღაც რუსეთიდან კი არ ბლოკავენ ადამიანებს, რა ქვია, ან კიდევ ბელარუსიდან. სხვადასხვა რუსეთიდანაც არ შემოუშვეს რამდენიმე ადამიანი, აქტივისტი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ვლადიმირ პუტინის მიმართ, ხო? შესაბამისად, ბუნებრივია ეს განცხადებები გაკეთდებოდა და ეს გადაედება დარწმუნებული ვარ სხვა ევროპულ ქვეყნებს და ამას თავის მიზეზები აქვს. და მართალია ეს მიზეზი სამწუხაროდ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის ქვეშ აღარ უყურებს დასავლურ სახელმწიფოებს, როგორც მეგობარ სახელმწიფოებს და მის მოქალაქეებსაც ექცევა როგორც მტრუნად განწყობილ მოქალაქეებს. ეხლა რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას, ასე რომ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია და კიდევ ერთხელ მიანიშნებს თუ რა მიმართულებით მიყავს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს. ანუ ეს ხო არ დაესიზმრათ ამ ქვეყნებს და აქამდე აი 2019 წელს რატო არ გააკეთეს ეს განცხადება, ან 2020 წელს რატო არ გააკეთეს, ან 2016 წელს, ხო? მაშინ ამის მიზეზები არ არსებობდა. დღეს ამის მიზეზები არსებობს. საქართველოს რეჟიმი დღეს მართველი რეჟიმი არაკანონიერი არის მტრულად განწყობილი რეჟიმი დასავლურ დემოკრატიებთან მიმართებაში. და შესაბამისად ამის გამოხატულებაა მისი მოქალაქეების არ შემოშვება და ბუნებრივია ხო ეს ქვეყნები ამაზე რეაგირებას მიცემენ და სხვათა შორის მერე როდესაც საქართველოს მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ ამის მიზეზით სწორედ ეს იქნება. ეხლა რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას. ყველაზე მეტად ყურში ის მომხვდა პაპუაშვილისგან და ეს სხვათა შორის მეტყველებს თუ რა კატეგორიის ადამიანია თვითონ პაპუაშვილი, მან თქვა რომ ისაა რა ქვია, უცხოეთის მოქალაქეებსო საპროტესტო აქციაზე რა ესაქმებათო. ანუ აუკრძალა უცხოეთის მოქალაქეს აქ საპროტესტო აქციაზე სიარული. მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბრიტანეთშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ნიდერლანდებშიც არაერთ საპროტესტო აქციაზე ყოფილი ვარ, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში ან მიცხოვრე, ან მისწავლე, ან რაღაცა გამიკეთებია. დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო სწორედ მაგას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენ ნებისმიერ საპროტესტო აქციას შეგიძლია შეუერთდე თუ მიგაჩნია, რომ ეს პროტესტი სამართლიანია. ანუ როდესაც შენ ამბობ და მე მგონი ნახევარი განათლება თუ ცხოვრება ადამიანს აქვს გერმანიაში მიღებული და ამბობს, რომ
უცხოეთის მოქალაქეს აქციაზე რა ესაქმებო, ეს ნიშნავს, რომ ის თვითონ აქციაზე იმ გერმანიაში არასდროს არ ყოფილა. ანუ არაფერი, ანუ იმდენად არ იყო ჩართული ან პოლიტიკურ მოვლენებში, ან საერთოდ საკუთარი აზრი იმდენად არ გააჩნდა და დაცლილი იყო ამ მხრივ, ან იმდენად არ ესმის დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს არსი, რომ ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს. და ამის მერე ბუნებრივია, როგორ შეიძლება მას ვინმე სერიოზულად დაელაპარაკოს, როდესაც ამტკიცებს, რომ უცხოეთის მოქალაქეს რა ესაქმება, უნაზე, რა ქვია, დემონსტრაციაზე. მისი ფუნდამენტური უფლება ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გააპროტესტოს რაღაც, მათ შორის სხვა ქვეყანაში და იყოს აი ამა თუ იმ აქციის მონაწილე. ხო და ანუ პაპუაშვილის ნაირები არასდროს არანაირი აქციის მონაწილეები არ იქნებიან, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი მონები არიან ერთი ადამიანის. და მონები აქციაზე არ დადიან, ხა სპარტაკი გამონაკლისი იყო, რომელმაც რომში დაქოქა წინააღმდეგობის მოძრაობა, ხო? ხა პაპუაშვილსა და სპარტაკს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მსგავსება ის არის, რომ ორივე მონები არიან. განსხვავება ის არის, რომ პაპუაშვილის აი რომ მოკვდება, მაშინაც მონად დარჩება და სპარტაკი თავისუფალი ადამიანია. ბატონო გიორგი, შიდა პოლიტიკას რომ შევეხოთ დაახლოებით 4 წუთი დაგვრჩა, რაც ხდება ახლა პროცესი საქართველოში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება მგირაოს არ გადახდის გამო, ამაზეც რომ ვისაუბროთ, გუშინ დააკავეს ნიკა მელია, თუმცა როგორც ჯერჯერობით ცნობილია ჩვენთვის ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული პოლიციასთან და ეგრეთ წოდებული დაპირისპირების გამო, თუმცა მოსაოდნელია რომ მას გადაუკვალიფიცირდეს ბრალდება, სავარაუდოდ შეიძლება ეს მოხდეს და ზურაბ ჯაფარიძის და აქამდე ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად აი ამ გირაოს არ გადახდის გამო, როგორც ისინი არიან დაკავებული, მათ რიგებს შეუერთდეს ნიკა მელია და სავარაუდოდ ნიკა გვარამიაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს. ამაზე რა შეიძლება რომ ითქვას, რა პროცესია ეს, რას ვადობთ ახლა ჩვენ თვალყურს და ვინც გადაიხადა მათი გადაწყვეტილება რამდენად სწორია. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ საქართველო უკვე აღარანაირად აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ცხოვრობთ ავტორიტარიზმში და ამ ავტორიტარიზმის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ჯერ ერთი რომ 60 ადამიანი აბსოლუტურად უმიზეზოდ ციხეში ზის და შემდეგ უკვე ანუ პოლიტიკოსები, რომელთა პოლიტიკური უფლებაა, რომ ამა თუ იმ კომისიაზე მივიდეს ან არ მივიდეს. ეს ყველაფერი ხო საიდან დაიწყო, რომ ეს ადამიანები არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და შესაბამისად იმ პარლამენტის ნებისმიერი კომისია რაც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს საგამოძიებოა თუ რა არის, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ არ მივიდნენ, ხო? და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ადამიანებს ციხეში კეტავენ. ანუ ესეთი რამეები ხდება რუსეთში და ბელარუსში და საქართველოს სამწუხაროდ დღეს უკვე აი ამ ქვეყნების გვერდით დგას. ანუ ეს ამას ნიშნავს ის დაკავებების სერია, რომელსაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა როგორ ხდება დაკავება, ეს კიდევ მეორე საკითხია. მელიას შემთხვევაში ანუ არ არსებობდა, ანუ თეორიულადაც რო დაუშვათ, რომ ხვალ თუ დღეს უნდა გამართულიყო სასამართლო, ამ სასამართლოზე შეიძლება არ მისულიყო მელია, რამშუშოვა გამოეტანა სასამართლოს, რომ ასე ვთქვათ, შეეფარდებინა პატიმრობა, წინა სასამართლო თუ როგორც ქვია მაგას პატიმრობა და რიგითობით მერე შეეძლო წასულიყვნენ და დაეკავებინათ მელია. წინასწარ დააკავეს, დაიბევეს ადამიანი, მოიტაცეს. ხო? აი ზუსტად იმაზე ვლაპარაკობთ, რომ აქ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოსთან კი აღარ გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს რაღაც მაფიოზურ სტრუქტურასთან, რომელიც რაღაც საქმეს იმარტივებს. და ადამიანი მოიტაცეს ჩვეულებრივად, როგორც ბატონი ბაჩიაშვილი მოიტაცეს სხვა ქვეყანაში და რაღაცა როგორც თვითონ ამბობს, ხო, თვალი აუხვიეს, რაღაც ჩეტენეს, მე თვითფრინავში ჩააიმასქნეს და იქ ხო აი ზუსტად ეს მოხდა მელია შემთხვევაში, ოღონდ ის ლისის ტბაზე აიყვანეს, თუ ლისის ტბის ასახველთან მოიტაცეს. თორე ამას ლეგალურ
ასე ვთქვათ, საქმესთან, სამართალთან, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არაფერი კავშირი არ აქვს რა. და აი მოკლედ რომ შევაფასოთ გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით, გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით. ვაღლა გადახდა არ გადახდის საკითხი არის, არ ვთქვი, ინდივიდუალური საკითხია. ხა მე ვერ დავიწყებ იმ ადამიანების ან ძაგებას, ან რაღაცას, ვინც მაგალითად გადაწყვიტა, რომ ხო, გირაო გადაეხადა. ნუ მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ გირავ, როდესაც შენ ამბობ, რომ მე არ ვაღიარებ პარლამენტს, არ ვაღიარებ რაღაცას, არ ვაღიარებ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ზოგადად არ ვაღიარებ რეჟიმს, უფრო ბუნებრივია, რომ შენ, ასე ვთქვათ, იმის იქიდან წამოსული ვალდებულება არ შეასრულო. ასევე, ნუ აქ პრინციპის საკითხიც არის, მე მესმის ახლა რომ ბრძოლას სხვადასხვა მეთოდი შეიძლება ჰქონდეს და ეხლა ყველა ოპოზიციის ლიდერი თუ ციხეში აღმოჩნდა, ნუ მე გარეთ პოლიტიკას ვინ გააკეთებს, ხო? ამას სხვა შორის ზურაბ ჯაფარიძის ჰქონდა საინტერესო განცხადება, პოლიტიკოსი გახდება ყველა თუკი ჩვენს დაგვიჭერა ყველა პოლიტიკოსი. ანუ აქ ეს კითხვაც ბუნებრივია ისმის, მაგრამ მე ანუ აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის და ვაფასებ აი ამ ნაბიჯებს ზურაბ ჯაფარიძის მხრიდანაც, ნიკა მელიას მხრიდანაც და ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც პრინციპის გამო წავა ციხეში და ეს სწორედ ეს არის, რომ ანუ ზურაბ აბაშიძის შემთხვევაში რა იყო, რომ აბაშიძე რა იყო, კაცო ჯაფარიძის, რომ ანუ მან საკუთარ პრინციპზე, საკუთარ სიტყვაზე და საკუთარ ხაზზე, რომელიც მანამდე ჰქონდა, უარი არ თქვა იმის გამო, რომ შეიძლება ციხეში მომხდარიყო. ანუ ის მას შეეძლო დღეს ყოფილი მჯდარიყო პარლამენტში, ქონოდა რა ვიცი 11,000 ლარიანი ხელფასი და მშვიდად ყოფილიყო სახლში. ხო შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა, აი ის დღეს ზის ციხეში საკუთარი პრინციპების და ამ ქვეყნისთვის. შესაბამისად ეს დასაფასებელია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სიმამაცეს ასხივებს ასეთი გადაწყვეტილებები ჩემი გადასახედიდან და პატივისცემას იმსახურებს მინიმუმ. ახლა მეორე მხარე, ვინც ამბობს, რომ მე ჯობია რომ გადავიხადო გირაო, არ მოვხვდეთ ციხეში და გარეთ ბრძოლა გავაგრძელო, ამ გზდას და მიმართულებასაც აქვს აბსოლუტურად გამართლება და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფასდება იმით, შენი გავლილი გზა რა შედეგს მოგიტანს. ანუ ამოცანა არის ივანიშვილის რეჟიმის გაშვება, რომელი ილეთიც უკეთესად მიგვიყვანს აი ამ გზამდე, ორივეს ტაშს დაუკრა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელმა მოისმინა როგორც პოლიტიკის, ასევე შიდა პოლიტიკის მოხილვა, მოკლე ვეცადეთ რომ შეგვეჯამებინა არაერთი თემა და ახლა მცირე სარეკლამო პაუზის ტურა, რომლის შემდეგაც კვლავ უკვე შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით, ამიტომ არ გადაარჩათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გიბრუნდებით ეთერში, ვაგრძელებთ დღის ნიუსრუმს და როგორც დავანონსეთ, გადაცემის მეორე ბლოკში მეორე სტუმარი გვეყოლება, პატა მაჯგალაძე, სტრატეგია აღმაშენების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ ჩვენი თორმეტი გადაცემის სტუმარი და როგორც ვახსენეთ, პრინციპში გადაცემის დასაწყისში ამ წუთას ყველაზე აქტუალური თემა, რაც ვიცით და გვაქვს, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა სენატორი დეინსი, რომელიც აპირებს, რომ შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეებს, მათ შორის საუბარია როგორც ოპოზიციის მმართველი პარტიის წარმომადგენლებზეც სავარაუდოდ და ასევე იქნება ალბათ შეხვედრებზე წარმოდგენილი მესამე სექტორი და ახლახან დაიდო სულ რაღაც 5 წუთის წინ ხედავთ ინტერპრეს ნიუსზე დევსის სიახლე სალომე ზურაბიშვილის განცხადება სენატორ დეინს შეხვდი ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეხვდა ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია წერს ზურაბიშვილი და ამბობს რომ ამერიკელმა სენატორმა მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევების შესახებ, რაც ამერიკისთვის რეგიონსა და საქართველოში არსებობსო. ეს განცხადება მოკლედ რო შევაჯამოთ, მოისმინეთ, წავიკითხეთ ჩვენ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და როგორ შეიძლება შეფასდეს ამერიკელი სენატორის ვიზიტი, რომელიც დღეს დაიწყო, ვის შეიძლება შეხვდეს და თუ კი შეხვდა ოპოზიციის გარდა, როგორც ჩვენ ნახეთ, მმართველი პარტიის წევრებს, რა შედეგი შეიძლება მისცეს ამან ჩვენს ქვეყანას. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სენატორი ჩამოდის, სენატორი არ არის
რიგითი პირი ამერიკაში იცით რომ სენატი განსაზღვრავს საგარეო კომიტეტის ძირითად საკითხებს, უბრალოდ საგარეო მიმართულებებს ამერიკის თან წარმოადგენს საგარეო კომიტეტს, თან არის სპეციალური მისიით, იყო კავკასიაში, კავკასიის საკითხებზე არის ორიენტირებული. წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, ესეც მნიშვნელოვანია, ანუ ტრამპის პარტიას, ტრამპის წარმომადგენელია. ჩვენ წინააღმდეგობის პლატფორმას ჰქონდა შეხვედრა, ის დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე ამბებით და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ხედავს უკვე ჩვენს გარშემო, რომ კანონიერი გზებით და საშუალებებით რეჟიმს არ შეუძლია ძალაუფლების შენარჩუნება. ის ყოველი დღე არღვევს დადგენილ ჩარჩოს, კანონის, კონსტიტუციის და ივანიშვილის, ასე ვთქვათ, რეესტრში კიდე ახალი დანაშაულები ეწერება, ამის მაგალითია ნიკა მელიას გატაცება ფაქტიურად, რაც ჩვენ ვნახეთ, ხო? არასდროს უნდა ვთქვათ, მაყურებელი გვიყურებს, საქართველო-ამერიკული ურთიერთობა არ ყოფილა ასე დაბალ ნიშნულზე. ეს რას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი გვინახია საქართველოში ჩამოსული, გვინახავს ჩვენ აქ. ვიცე-პრეზიდენტი ხო, ბაიდენი იყო ჩამოსული, სახელმწიფო მდივნები ხო, ესეც დიდი თანამდებობა ამერიკაში, მაგრამ ის რომ ვიცე-პრემიერს შეახვედრეს ამერიკაში თანაშემწის თანაშემწე, ან თუნდაც ის რომ ამერიკის ელჩი ემალება თვით, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად დე-ფაქტო მართველი ივანიშვილი, ხო, მიტაცებული ძალაუფლების მქონე. ანუ რა მოხდა ხო ფაქტურად ამ რუბიოს გზავნილი სახელმწიფო გზავნილი უნდა გადაეცა ელჩი და ივანიშვილი დაიმალა. შეეშიდა და დაიმალა ეს გზავნილი ხო? არ მიიღო შეეშიდა რეალურად. ჩვენ ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, ეს არ არის მარტივი ამბავი, რომ ივანიშვილი მაგარი ბიჭია და არ მიიღო. სხვა რამეში აქვს საქმე ივანიშვილს არ აქვს მაგის თავისუფლება, რომ ისიც განსაზღვროს მიიღოს თუ არ მიიღოს. აი პუტინიც კი ხვდება ამერიკას ხო, ამერიკის წარმომადგენლებს. და ხვდება არა მარტო თქვა მისი რანგის წარმომადგენლებს, ა ვიტკოფი, რომელიც არის ტრამპის წარმომადგენელი, იმასაც კი რამდენჯერმე შეხვდა, ხო? აი, რა არის მაგაში სიძღვილი, რომ იმას შეხვდა. ან ბატონო პატა, კლავ ამ ვიზიტს რომ დაუბრუნდეთ ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას ცალკე ვისაუბროთ. ნახეთ, მან მოვდივარ, აი, სწორედ მან შეიძლება თუ არა შეფასდეს ეს ვიზიტი, რომ კი გასაგებია, რომ პირველ ეტაპზე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ესეც გარკვეული ჟესტია, გვესმის ეს, მაგრამ თუ კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეიძლება თუ არა იყოს გადატვირთვის წინაპირობა. ჩვენ ხო რუბიოს გზავნილი არ მოისმინა ხალხმა და რუბიოს გზავნილს დაემალნენ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე რატო ვსაუბრობდი, რასაც ვსაუბრობდი, ხო? ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ არაღიარების ფლაგმანი, ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი საქართველოს, ქართული ხალხის ნებასთან ერთად არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩინეთიც კი ცდილობს მასთან ურთიერთობის დალაგებას, რუსეთიც ცდილობს ურთიერთობის დალაგებას და ეხლა ივანიშვილი ემალება ამის, რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ცოტა გაუგებარია მართლა ჩემთვის. შეხვდებიან თუ არა, არ ვიცი, შეხვდებიან თუ არა, გიჟები არიან ჩვეულებრივი, მაგათ ვერი პროგნოზს ვერ გააკეთებ. რა ვიცი, რას გადაწყვეტენ ძალიან რთულია, მაგრამ ტრაგედია არის არა ის, რომ თქვათ ვიღაცას ხვდება, არ ხვდება. თავარი არის, რომ საქართველო არ დაზიანდეს ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების არქიტექტურა რაც არსებობს და რა ფორმითაც არსებობს, ამის თავარი გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და შენ რომ ამერიკის ხოლგიდან გაგყავს შენი ქვეყანა, სად მიყავთ საქართველოს სულ მაგას ვსვავ კითხვას, თუ ამერიკა არ გვინდა, თუ ევროკავშირით გარანტირებული მშვიდობა არ გვინდა, აბა რუსული მშვიდობა რაც არის, ყველამ ვიცით, ხო, რუსული მშვიდობა არის ომი. რუსული პასპორტი და რუსეთთან სიახლოვე ნიშნავს ომს და სიკვდილს. რატომ? აი აფხაზები ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ხო აქვს, ვითომ სახელმწიფო ხო, რუსების გამოცხადებული. რუსული პასპორტიც აქვს, მაგრამ რას იღებენ ამის სანაცვლო სიკვდილი? დღე არ გავიგოთ ინფორმაცია, რომ სამოჩაბლოს ცხოვრები, ოსები, აფხაზები, კუბოები ჩადის იქ. აი ეს გვინდა საქართველოსთვის ამას უმზადებენ? არა, მეგობრებო, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი ამ უკრაინის ბრძოლის ფონზე თუნდაც ვიღაცას შეიძლება ესა ყურზე მოხდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა ისტორიული შანსი, როცა რუსებს დაკავებული ამ მომით, რაც შეიძლება დისტანცირება მოვახდინოთ რუსული გავლენისგან და გადავიდეთ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირში და ამერიკული ხოლგის ქვეშ. აი ეს შესაძლებლობა იკარგება, აი ამას ბლოკავს ივანიშვილი, ამას ეღობება ივანიშვილი და ახლა ამას აკეთებს ფულის გამო თუ ამას აკეთებს რუსეთთან მეგობრობის გამო. ამას მნიშვნელობა არ აქვს მოქალაქისთვის, იმიტომ რომ საქართველოს კიდევ ერთხელ აქ არ არის ლაპარაკი პოლიტიკურ პარტიებზე, ანუ დაიჭირეს რომელიმე ლიდერი არ დაიჭირეს, ესეც მნიშვნელოვანია, რას ქვია დაიჭირეს ლიდერი, მაგრამ აქ საქართველოს მომავალი წყდება და არავინ არ იფიქროს, რომ მას არ შეეხება, ყველას შეეხება ამ რეჟიმის ყველა დღე იქნება ანტიქართული და ყველა ოჯახს შეეხება ეს ნეგატიურად. დიახ, პოლიტიკოსების დაჭერა ვახსენეთ და თქვით, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსები დააკავეს გუშინ ნიკა მელიას დაკავება ვიხილეთ ჩვენ, რაც ამ ეტაპზე როგორც ცნობილია ადმინისტრაციული წესით არის გაფორმებული. დიდი სურათი, თუმცა ლოგიკური და ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ გირაოს გადაუხდებობის გამო ხდება ეს ყველაფერი, აქამდე იყო
ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის დაკავების ფაქტიც და ირაკლი ოქროაშვილიც ვახსენოთ ცხადია. სავარაუდოდ მომავალში ნიკა გვარამიასაც მსგავსი საფრთხე ექნება, რადგანაც ისიც არ აპირებს გირაოს გადახდას. აი ამაზონოვის საუბრობ ზუსტად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან ბრძოლის საშუალებად ზოგს არჩეული აქვს გირაოს გადახდა, ზოგმა არ გადაიხადა ეს გირაო. მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. კიდევ ერთხელ რამდენად გამართლებულია ან ერთი გზა ან მეორე ეს შევა. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ არანაირი ხაზი, თქვა, სტრატეგიული შეკინების გირაოზე არ გადის. შეკინების ხაზი გადის რამდენად აქტიურები ვართ, რამდენად რეზისტენტს მდგომარეობაში, წინააღმდეგობის მდგომარეობაში ვართ და რამდენად ვარ მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გავიღოთ თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ეს არა პათეტიკა და როცა გიორგი ვაშაძე არ მივიდა ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიაში, ღალატის კომისიაში, ჩვენ ზუსტად ჰქონდა თათბირი შეხვედრა, რისკებიც გაანალიზებული არის ზუსტად, რომ ვიცოდით, რომ ამის გამო შეიძლება სისხლისამართლებლური პასუხისმგებლობა დადგეს. რეჟიმის ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს ლიდერების იზოლაცია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, ეგრეთ წოდებული არჩევნების წინ გაიკაფოს გზა და ჩვენ არ უნდა მივეხმაროთ არც თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობით და არც იმით არ უნდა მივეხმაროთ, რომ ყველა ლიდერი რაც შეიძლება მალე იყოს იზოლირებული. ახლა წავიდეთ ამ დაკავებაზე. ანუ გირაოს გადაუხდელობა არის ფაქტი და თქვენ სწორად თქვით, მაგრამ დიდ სურათში გირაოს გადაუხდელობის გამო კი არ აკავებენ ამ ლიდერებს აკავებენ იმის გამო, რომ ამ ლიდერებში ხედავენ საფრთხეს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. აი ესე იგი, ეხლა მე მიმართავ იმ ადამიანებს, რომ ღიად გამოდიან ამაყათა ჩვენ ვებზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ხალხო, მარტივად თქვათ, ესე იგი, კანონს იღებენ, რომ სადაც პარტიები პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რომელი უნდა გაუხდეს. ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება მარტო ასეთ კანონის მიღება, სხვაგან ალბათ მე არ პრეცედენტი არ მახსენდება. ფაქტურად ყველა აქტიური ლიდერის მიმართ აღძრულია სისხლისამართლის საქმეები და მათ შორის გიორგი ვაშაძეც შეიძლება ორი თვის ამბავი იყოს სულ და დაწყებული არსებით განხილვა და მათიმრობაში ნახოთ, არავინ არც წასვლას არ აპირებს და დამალვას არ აპირებს, ვაპირებს ბოლომდე ბრძოლას. ზოგს სახთან ხვდებიან, წემენ, ხო, ეს რეალობა არის. არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტურად ფინანსებს უკეტავენ პირდაპირ და უცხოეთის აგენტებად აცხადებენ. სხვა ორგანიზაცია უცხოური რო ჩამოვიდეს, ყობახიძის და პაპუაშვილის თანხმობა ჭირდება, ისევ ვერ ჩამოდის ეს ორგანიზაციები. და ფაქტურად და დაკვირვების სისტემა და მონიტორინგის სისტემა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, რასაც კოცები აპირებენ, კიდევ უფრო გართულებულია ფაქტურად ერთი გადაწყვეტილებით გამოგაგდებენ იქიდან. ანუ ფაქტურად არჩევნები არ არის. ახლა მეკითხები ამ მეგობრებს, ამაყად გამოდი და ჩვენ ყველა არჩევნებისთვის ვზადვართ. ბუნებრივია ყველა არჩევნებისთვის. გიორგი გახარიას პარტიაზე. არ მიყვარს ჩვენ არა ვართ სტრატეგია ამაშენებელი გუნდი, რომელიც ესე სახელობითად ვიღაცას დავსდებთ, არა, მაგრამ არა, სახელობითად არ დავსდებთ, უბრალოდ თორე ხალხი გაიგებს, გამგები მიხვდება, ვიზეც ლაპარაკობ. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვემზადებით ყველა ფეხბურთისტვის, მაგრამ საჯი მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელია. უამრავი წითელი ბარათი უდევს ჯიბეში. აქედან 6 კაცი უკვე გამიგდო, სანამ თამაში დაიწყო მანამდე და 6 კაცით მაინც ვაპირებ თამაში და მაინც ვიტყვი, რომ აი ფეხბურთი ვითამაში. კი ითამაშებ, მაგრამ შედეგი რა გექნება, როცა 11 იქნება, საჯი მიეხმარება და შენ ითამაშებ 6 კაცით. მოიგებ შედეგი არჩევნებს. თქვენ გამორიცხავთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ამ პირობებში ნათელია პოზიცია, კაცო, რაზე ვლაპარაკობთ? იმისთვის, რომ სადღაც მიიღო მონაწილეობა, უნდა იყოს სახელი არჩევნები და ეს არჩევნები არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მაგალითი ფეხბურთის შემთხვევით კი არ მოვიყვანე. ეს არის მაგალითი, როცა უკვე დაგიჭირა ლიდერები და მე გადიხარ არჩევნებზე, კაი, 6 კაცით 11 კაცთან პლუს საჯი რომ მისიანია. მოიგებ თამაში და კიდე რომ ვიღაცებს ყვითელებს და წითლებს ურიგებს, ვერ მოვიგებ. კარგი მაგალითია ფეხბურთის სხვა შორის და აი პირობებზე რომ ვისაუბროთ, თქვენ თქვით რომ ამ პირობებში რა იგულისხმება და რა შეიძლება იყოს ის პირობები, რომელშიც თქვენ ჩაერთვებით არჩევნებში და საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თქვა ილაპარაკა ამაზე სალომე ზურაბიშვილმა, წინააღმდეგობის პლატფორმა წარმოადგენდა ჩვენ არ ვართ ხალხი რომ ვიღაცა კრიტიკულ განცხადებას იტყვის და გავიმიჯრებით რაღაც განცხადებას, ვამბობთ რომ ყველაზე კარგი ვარიანტია და იდეალურია ხალხი ამის, რა ვიცი, 6 თვეა ქუჩაში და დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე, თუ ერთადერთი პირობად რეჟიმი ამას დააყენებს, რომ თვითმმართველობასთან ერთად უნდა საპარლამენტო შესაძლებელია თვითმმართველობასთან ერთად, ოღონდ ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის გულისხმობ, რა თქმა უნდა, ყველა ლიდერი თავისუფლებაზე და ის პოლიტპატიმრები მათ შორის აქ საუბარია, ბევრ არ გამომჩეს ვინმე და ვინც არის დაკავებული, დაწყებული ზიადან ცეცხლაძით, ყველა უნდა იყოს გათავისუფლებული და
ამის შემდეგ ამ პირობებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში, უნდა გავხსნათ ევროკავშირში დაბლოკილი კარი ევროკავშირის. რატომ? კიდევ ერთხელ ვამბობ, კაცო, მართალია ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ ევროკავშირი ვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს დაცულობისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და საქართველო რომ იყოს, ასე ვთქვათ, კავკასიაში ლიდერი ქვეყანა. აი ამისთვის ვჭირდება ევროკავშირი და ჩვენი გზა არის ეს და ივანიშვილი ამას რას უპირისპირებს? ამას უპირისპირებს იმას, რომ მეტი დაჭერა, მეტი სანქცია, მეტი იზოლაცია და ეს ხალხი მე პირდაპირ ვიტყვი ახლა გომელაური არის საუკეთესო მაგალითი, ვინც რეჟიმს გადაფარებულია მატროსოვივით ეგრეთ წოდებულად, ხო? გომელაური იყო მაგალითი, ყველა აქცია ბოლო პერიოდში რაც ჩატარდა, გომელაურის პასუხისმგებლობის ქვეშ დაირბა და გომელაური იყო გადაფარებული ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ რა ვნახეთ, გომელაური გაუშვეს სისტემიდან, თუ თვითონ წავიდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ მიდის ადამიანი, თუ თვითონ მიდის ეს ნიშნავს, რომ გემი იძირება და გარბიან, ან თუ სისტემა უშვებს და ივანიშვილი უშვებს, ეს ნიშნავს, რომ საკმარისი არ არის ზომები, რაც აქვს მიღებული და დამატებითი ზომები ჭირდება ახალი სისხლი, ხო? და ის ახალიც ვინც მოდის და ვინც ასე გომელაურს შეხედონ, ლილუაშვილს შეხედონ, თუ რამე სანქცია არსებობს სოფლიოში მოუგონია ცივილიზებულ კაცობრიობას, მაგნიცკის სია არის ერთ-ერთი რთული. ამით არის კაცი დასანქცირებული, არის ბრიტანულ სანქციებში, არის ამერიკულ სანქციებში და ისე გაუშვეს, რომ მადლობის თქმაც გაუჭირდა წესიერად, ხო, ადამიანის. მაგალითი ამისთვის და პირდაპირ ვიტყვი კობახიძესაც შემიძლია ახლა მიმართო, რომ კობახიძე არის ტრაგიკული პიროვნება ამ მიმართულებით. ვიღაცას გონია, რომ აი პრემიერ-მინისტრია კობახიძე რაღაცას ჰალაგებს იქ, ვიღაცა დანიშნა თანამდებობაზე და რაღაც ტენდერებს იგებენ ბიჭები და რაღაც ქონებას აგროვებენ, მაგრამ აი ყველაზე მძიმე ხვედრი ივანიშვილის გუნდიდან პირდაპირ ვიძახი ხო იყო ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, აი ეს ჯგუფი ვინც არის, ყველაზე მძიმე ხვედრი ექნება კობახიძეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, იმიტომ რომ თუ ვინმე შეაწმენდნენ ხელს, თუ ვინმე შეაწმენდნენ ფეხს, იქნება ირაკლი კობახიძე. და როდის შეიძლება რომ მსგავსი რამ მოხდეს? ჩვენი თვითმიზანი არ არის რომ ვიღაცა წაქცეული ვნახოთ, ნამდვილად და მე მინდა გამარჯვებული საქართველო ვნახო. ქართველი ხალხი ვნახო გამარჯვებული და რეჟიმი მოშორდეს აქედან და შევქმნათ ისეთ სისტემა რომ არც საინტერესოა რა იგულისხმეთ ამ ფრაზაში, მე მაშინაც მაინტერესებს. წაქცეული და არ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა გამოიყენეთ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. ხო, მე ვთქვი რომ ტრაგიკული პიროვნება არის, ყველაზე მძიმე ხვედრი ამ ხალხისგან, ვინც გაეცალა და ვინც გაუშვეს და ვინც მიიმალა და ვინც სადღაც შირგვებში შეძვრა. ყველაზე მძიმე ხვედრი იქნება კობახიძეზე და მე პირადად მაგ მოისთვის ნათქვამი, როცა პარლამენტში ჰქონდა დებატები, განლატი საიდან იწყება და ადამიანის დაცემა საიდან იწყება, როცა რაღაც ქონებისთვის, ძალაუფლებისთვის, ქონება შეიძლება ნაკლებად ყოფილი ძალაუფლებისთვის, ხო? აი საკუთარ ნებაზე, თავისუფალ ნებაზე ამბობს ადამიანი ვარს და იწყებს სხვას მიანდობ ამ ნებას ამ შემთხვევაში გულისხმობ ივანიშვილს, მე გიყენებენ ისე როგორც მას ჭირდება და შენი თვითგადარჩენის ინსტინქტი არ მუშაობს ამ წუთას კობახიძე თავის თავს არ ეკუთვნის. პირდაპირ ვთქვათ, კობახიძე არც საქართველოს არ ეკუთვნის, არც თავის თავს არ ეკუთვნის, არც თავის ოჯახს არ ეკუთვნის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება და როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრები, როგორც გამოწოლილი, ასე ვთქვათ, დაცლილი თუ როგორ ეძახია ლიმონი, აგდებენ აი ისე მოისვრის კობახიძესაც, ოღონ ისგან განსხვავებით, რომ სხვებს ჰქონდათ იმის ნიჭი მეტნაკლებად თუ რა ვიცი რომ ბოლომდე ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, მაგრამ კობახიძე როგორც ჩანს ამათ შორის გამორჩეულია იმაში, რომ ყველაფერზე ხელს აწერს და მართლა მძიმე და მართლა ტრაგიკულია საქართველოსთვის ეგ. აი ბოლოსაც რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იმ თემას, რაც ასე ვქვია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება არის, ნიკა მელიას საკითხით დავიწყეთ თითქმის. აი პირდაპირ ვიტყვით თემა სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ ისევ გიორგი ვაშაძეს დაუბრუნდები და ვახსენებ, მან თქვა რომ გირაუს არ გადახდა, უკავშირდება იმას, რომ ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყოს. ეს ტაქტიკა აი მე არის თუ არ გამართლებული ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენი კოლეგები დაკავებული არიან. ძალიან კარგი კითხვა დამისვით. ამ ლიდერებიდან ვისაც თქვენ საუბრობთ, პირადად ვიცნობ და ზოგი მათგანი ჩემი მეგობარია. ნუ ყველაზე დიდი ხნიანი და ურთიერთობა გიორგი ვაშაძესთან მაქვს, პირადად ყოველ დღე ხედავ რა გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი. მე შეგმიძლია რა ნიშნით შეაჩია რეჟიმმა ეს ადამიანები და მე მივხვდებით რა არის რეჟიმის მიზანი. გიორგი ვაშაძე არის ადამიანი, პრინციპული ადამიანი, პირდაპირ ვამბობ, რომელსაც არ ეშინია და პირდაპირ ვიტყვი გაზაფხულის აქციების დროს, რომ ლიდერი არ იყო წინა წელს ვიძახი, რუსული კანონი თავიდან რო შემოაბრუნეს, ვინც ხალხს გაუძღვებოდა და პარლამენტის ალყას ეგრეთ წოდებულს და თავის თავზე აიღებდა აქციის დროს პასუხისმგებლობას, რომ არავინ არ იყო, გიორგი ვაშაძე იყო ადამიანი, ვინც ეს გააკეთა და იცით რომ
მაგას ჭირდება გაბედულება და პირად პასუხისმგებლობა. გიორგი ვაშაძე ამ ნიშნით არის შერჩეული. კი, თუმცა ამას შეგაწყვეტინებთ ბოდიში, ამას ფლად არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა აქციის. გასაგებია, ყველამ კარგად იცის, ვინც აქციას აორგანიზებს, ვინც აქციაზე დადის. შეიძლება გვერდიდან მაყურებლისთვის შეიძლება არ ქონდა კარგი რეაქცია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი გადამწყვეტ მომენტში მიიღო გადამწყვეტი გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა გიორგი ვაშაძეს. აქ ამის უნარი და ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა ეს და ამიტომ არის გიორგი ვაშაძეს შერჩეული. ნიკა გვარამიაც, ჩემი მეგობარია, ნიკა გვარამია უკომპრომისო ადამიანია და იცით რომ დაჭერილი ყავდა რეჟიმს, გამოვიდა სალომე ზურაბიშვილმა გამოიყვანა, მიზანში ყავს ამოღებული, იმიტომ რომ არის ესე ვთქვათ, გამორჩეული ლიდერი. ნიკამელია მართლა რა ვიცი იმ დროსაც კი როცა რეზინიმის ტყვიების გარულების ღამე რო იყო მასთან ერთად ვიდექი გვერდ ვიყავით არის კომპრომისო და არის მებრძოლი ლიდერია ასე თქვა გამორჩეული მებრძოლი ლიდერია ესეც ამ პრინციპით არის შერჩეული რომ ანუ უმეთაუროდ რო დარჩეს აი წყვის ფარასავით ეს პროტესტი აი ამისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული აი ამის საპირისპიროდ და არ გამოუტოვე ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ვახსენოთ მან თქვა რომ ყველას დაგვიჭერენ პოლიტიკოსებს და ახალი პოლიტიკოსები გაჩნდებიან არა სუდად თუ არ გამომივიდეს არის თუ არა თავიწყე ამიდერები ჩამოთვლა ზურაბ რადამიშავა ზურაც გამორჩეული და პრინციპული ადამიანია ზურაბ ჯაფარიძეც ვიცნობ და ხაზარაძეც და ჯაფარიძეც გამორჩეულები არიან ნეტავ ბევრი იყოს იმ ფინანსური რესურსის მქონე რაც მაგ ადამიანებს გააჩნია და ბევრი კი ბატონო ბატონო კარგია რომ ისინიც ახსენეთ რა თქმა უნდა კი ბატონო და ოქროშვილმა რა დააშავა საერთოდ არ ვიცი რა პრინციპით არის შერჩეული ან გივით არ გამაძე მაგრამ ფაქტია ყველა ვინც ამ ბრძოლაში არის და რეჟიმმა შეარჩევ მხარდაჭერა ჭირდება გვერდში დგომა ჭირდება და არა რაღაცა წამოძახება და ფეხის დადება და ზურგს უკან რაღაცა საუბარი შევაჯამოთ ხო? დიახ, შევაჯამოთ. ესე იგი გამოსავალი არის სულ ამაზე ვსაუბრობ ჩვენ სტრატეგია ამაშენებელი, არა რა უყოფს იმაზე ფეხის ჩაჭერაშია გამოსავალი არის რაც გვაერთიანებს. გერბზე გვიწერია ბოლო-ბოლო რაშია გამოსავალი. შემთხვევითი არ არის ჩვენ გერბი ამბობთ ძალა არის ერთობაში. გადავდოთ დროებით მეგობრებო ეს განსხვავებები ერთმანეთი არ მოგწონს ვიცი ვერ ვეტევით ამ ქვეყანაზე, მაგრამ უნდა გადავდოთ ეს ამბიციები ცოტა ხანი, დავდგეთ ერთად და ამის მერე ვის რაფერის მოგწონს დროშა და გერბი თუ პირად პარტიულ გერბებზეა ლაპარაკი და რა ლოგო მოგწონთ და რა ვთქვათ სლოგანი გექნებათ ამის შემდეგ ამ სლოგანებით ყველა მსხვილ ჩვენი სლოგანებით და დროშებით და გერბებით გავიდეთ არჩევნებზე. მანამდე გავერთიანდეთ ერთი გერბის ქვეშ, ერთი დროშის ქვეშ, რასაც ქვია საქართველოს. ყველაზე დიდი პარტია, როგორც მერაბი ამბობდა კოსტავა, არის საქართველოს და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ დიდი დროშის ქვეშ, რასაც საქართველოს ქვია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პატა მანჯგალაძე, სტრატეგია ამაშენების ერთ-ერთი ლიდერი და ამით ჩვენი დღევანდელი დღის ნიუსრუმი დასრულებულია. მე თქვენ დროებით გემშვიდობებით, თქვენ კი არ გადართოთ, რადგანაც დაახლოებით 10 წუთში, ზუსტად 12 საათზე დაიწყება საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც მარიამ ბუკია გაგაცნობთ დროებით. მადლობა